შენ რა შენი ქოჩორი არ გვახსოვს ბიჭო. მოგესალმებით. სალამი. ხუჩაბათი, ნიკო, ჯიმი. მოდმოვისტუმარე. ჯიმ შერეხვაშვილი, ნიკო ნერგას ხასუს მომხოლმე, რომ არ ვლაპარაკობ როგორც რადიო თავისუფლების თანამშრომელი. გულით შეიძლება ვიყო, მაგრამ აქტით არა ვარ და ამიტომ თუ რამე არასწორს ვიტყვი, მხოლოდ ჩემზეა. კი, ნიკო, უცბად მხოლოდ ჩემზეა. კი. პასუხისგებლობა არის შენზე. ნამდვილად. მოხსნილი გაქვს. ნიკო, არ უნდა ეს შეხსენება, უცბად ამოგირეცხეთ გულიდან მაყურებელმაც. აღადახარ უკვე არანაირად დაკავშირებული დალინკული რადიო თავისუფლებასთან. აი, მაისურად მაცვია მაინც რადიო თავისუფლების, აი ჩვენ რო გვექს. კი. ბევრი წლის რო ვართ მაგამ ბავშვი. როგორ არის შეიძლება დატოვო თავისუფლება, მაგრამ თავისუფლება არ დაგტოვებს. არის მაგაში რაღაცა, კი. ნიკო, დიახ. აი ხვალ არის შენს გემახსოვრება ალბათ შავი პარასკევი. მე როგორც ესე იგი ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში გატარებულ ტიპს, ხო? რაღაცნაირად ისა მაქვს, უნდობლობა მაქვს ამ შავი პარასკევის. სულ მგონია რომ ეს არის მარკეტინგული ხრიკი, ოღონდ არა კარგი გაგებით ხრიკი, მარკეტინგი ხრიკებია, ხო, რომ რაღაცნაირად უნდა გაყიდო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი პროდუქცია უნდა გაყიდო მაინც და მაინც. უნდა გაყიდო, ხო? მაგრამ სულ მგონია რომ ეს არის ხრიკი. აი მაგალითად შეთქმულების თეორიები რო არის, რომ ფასდაკლება როა, 100 ვინ არა, ნუ 60% ფასდაკლება და ძველი ფასი გადაჩხაპნილი და ახალი ფასი აწერია. ხო, აი სულ მგონია რომ აი აქ იმაშვებია რომ ეს ფასი არ იყო, სინამდვილეში ახლა რაც აწერია ეს ფასი იყო, უბრალოდ ეს ხრიკია იმისთვის რომ გამაყო. ყველგან თუ საქართველოში? ნუ მე აქ არა, მე აქ ხრიკი ყველგან? არა, აქ ჩვენს რეალობაზე ვამბობ და 100-ია თუ არა, ანუ ესეთი ის რო არის რაღაც შავი პარასკევის ფასდაკლებები. ნაღდია ესა შენ როგორც მარკეტოლოგს გეკითხები, ნიკო? მარკეტოლოგი მე ვარ, მაგრამ მაქვს მაგაზე პასუხი. ანუ პირველ რიგში ცხადია, ჩვენი მოფიქრებული არ არის ფასის გაზრდა და მე 80%-იანი ფასდაკლება, ნეტა ჩვენ მოგვაფიქრებინა, არ არის ჩვენი ნოუ-ჰაუ და დიდი ნაწილი ფასდაკლებებისა მართლაც და ტუფტაა, სიაბანდია, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემაში თუ პროდუქტი იცი და იცი რა ღირს ხოლმე. ხანდახან შეიძლება მართლა კაი ფასდაკლება იყოს. აი მაგალითად, წინა მოულოდნელად ჩაგვთო ეთერში ქორიძემ ვარჯიშზე და რაღაცას ვლაპარაკობდი და იმას მოყვა რომ მეთქი უნდა ვიყიდო აბონემენტი ერთ-ერთი ჯიმის, რომელიც ვიყიდე შავ პარასკევზე ფასდაკლებად. 3 თვე მომივიდა 300 ლარად, რა ძალიან კაი ფასია. რაც დაახლოებით 1 თვის ფასია. ხო, ისე ერთთვის არ არის, იაფიანია შედარ, ანუ იაფიანი არ არის, მაგრამ კაი ბლომად ფასდაკლება გამოვიდა რა 100 ლარზე მეტი. ასევე არის რაღაც პროდუქცია, რომელსაც ვთქვათ ვიჯექი უყურებდი და მართლაც და შეიძლება დააკლონ ფასი. თუმცა, აი თუ არ იცი რას ყიდულობდა, უბრალოდ 50% რაღაცა გადახაზულია წერა ცხადია, რა. ხო, მაგრამ ეგ ზოგადად ხო აქვს ხოლმე ექსეილები და ყოველ წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვხვდეს ეგ გადახაზული ფასი და ახალი ფასი. მაგრამ აი 20 ნოემბრის ბოლო პარასკევი, შავი პარასკევი, ხო მაინც განსაკუთრებულია, ეს რო აჩვენებენ ის კადრები რო არის რო შეცვივდებიან სუპერმარკეტში და ხოცავენ და ყრიან და მოაკლენ. ეგ რა არის? ეგ ჯერ ერთი მაგას კიდე რატოშობიან არავინ არ იცის, იმიტომ რომ ნახევარი ეს აღებ მიცემობა ონლაინ გადავიდა ყველგან. რატო უნდა ფიზიკურად ვიღაცა დააზიანო, რომ ტელევიზორი უფრო იაფად იყიდო, ეგ ცოტა გაუგებარი იყო თავიდან. ხო ხდება ისევ ეგეთი რამები, თუ აღარა? იცი ამერიკაში ნაკლებია. ახლა Walmart-ი რო არის რაღაც ეგეთი უზარმა, სადაც ის იახტა შეიძლება დაითრიო და რაღაცა, იქ ნუ რაღაც ისეთებია, რომ იცი რა, მეც მინახავს ეგენი თავის დროზე და ასევე არაფრად არ ღირდა ის რაც 30%-იანი თუ 40%-იანი ფასდაკლება ჯერ თავის მოჭრად და მე დაზიანებად და სხვის დაზიანებად ერთმანეთის თავზე რო გადადიან და გამოაქვთ ტელევიზორი, რომელიც კაი რა. მუქთაა, ნიკო. მუქთა არ არის, თან აი მან როგორ შვებიან ხოლმე, იცი რომ თქვათ არის ტელევიზორი სერიული ნომერით რაღაცა. ხო. SN 404 BX. შავი პარასკევისთვის სპეციალურად არის BX-S გაკეთებული, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით იგივეა. ფასდაკლება მაინც ნორმალურია, მაგრამ აკლია რაღაცები, რაც იმ ორიგინალ მოდელს აქვს. ანუ ისეთი კარგი ფასდაკლება არ გამოგდის რა, რომ თქვათ რაც ერთი პორტით ნაკლები აქვს, რაც შეიძლება რეზოლუცია ნაკლები კონდეს და მოკლედ ხო, ვაჭრობის თავარი პრინციპი არ დაირღვევა, რა მოკლედ ვინც ყიდის ის არის ზარალებს, ხო ამ ამბით. არა. შავი მაგიტო ხო რამდენიმე ვერსია არის თუ შავი საიდან მოდის.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით შავი ბუღალტრული გაგებით, ანუ შავი, წითელი არის მინუსები, შავი არის პლუსები და მაგიტოა. თუმცა საკამათო არის ესა, მაგრამ ეგ ზედახორები და ის ხო ისეთი საყურებელია ხო რომ ელოდებიან და ახტებიან და იდახციან. ჩვენთანაც იყო და მას მე ვემზადებოდი რომ დამეწყო ლაპარაკი იმით რომ ძალადობის ორგია გორგიაში შარშან წინ მოვიფიქრე ეს სულალური ხუმრობა და მას მე სადღაც გამოგიყენებს და არ გამოვიდა იმიტომ რომ ერთხელ იყო რაღაც ძალადობის ორგია გორგიაში რომ დაბადების დღე ქონდა თუ რაღაც ხალხი დილიდანვე შეიკრება ფასდაკლებისთვის და მე მგონი იქიც არის თავს იგდებ მე რომ იქ რომ გახარდა ვიღაცები გაწვევიან უკან ჩემი შვილი იყო ერთხელ წასული საბურთალოზე გაიხსნა სოფო უფროსი რაღაც საბურგერე და უფასოდ არიგებენ ბურგერსო და უნდა წავიდეთო მე და ჩემი მეგობარიო და მეთქი ნუ კაი მეთქი წადიხა რაღაცა მე გამოაგზავნა იქ ხდებოდა სოდომი და გომორა ათასობით ადამიანი ჭყლეტვაში ესე შედიოდნენ გამოქონდა შულო მეთქი რაღაც ბურგერი ანუ 15 ლარი შეიძლება იაფიანი ის იყო და 15 ლარს გადაიხდი ადამიანი რომ მან დარიდგე სადაც 1 საათი ჭყლეტვაში სადაც მუჯლუგუნებს გირტყამენ და რაღაც ესე რომ რაღაც ის მოგცემ ეგეთა იქ რომ იდგე მე უკვე ისე ხარ რომ აი ბარემ დგარო არ აქვს ნახევარი საათი და მე მერგება ეს უფასო დროს უფრთხილდები და რაღაც იმას და თან არ აღიარებ რომ რაღაც მოტყუდი და მიქარე და აქ რა მინდა თან რომ ხელში გიჭირავს ეს უკვე და მე უნდა გამარჯვებული სახით ესენი გაციოს რაღაც დაჯდე გაციებული ის ჭამო ეს ბურგერი მეტაფორა არის არ ვიცი ზუსტად რომელი წელი იყო მეც ვარ ეგეთ ამბავში მოყოლილი ნიკო ოღონდ ჩემი ინიციატივით არა არ ვიცი 15 წლის წინ თუ 20 წლის წინ ტერიტორიაც კი ზუსტად არ მახსოვს მისამართი მგონი სადღაც დიღომში დოლარ სტორი რო გაიხსნა პირველი ერთ-ერთი და ნუ ძალიან აჟიოტაჟი იყო რომ ყველაფერი იყიდება 1 დოლარად თუ ლარად ყველაფერი და ნუ რა ყველაფერი აი მაგალითად შეიძლება მტვერსასრუტი იყოს აკუმულატორი იყოს რაღაც ის იყოს ბენზოხერხი იყოს რაღაცა და მოკლედ ეს ხმები დადის ჯერ ხო ისა სარეკლამო კამპანია ხო კეთდება წინასწარ და ნუ ისეთი შემზადებული იყო რომ ნუ ეს ინფორმაცია ხო აი გაწვებოდა რა გაჯერებული იყო ამით და ნუ ერთ დილის თათბირზე მაშინ ის იყო ჩვენი შეფი ის ჩიქოვანი თამუნა და ნუ დილის თათბირზე და ნუ ახლა იქ რაღაც ტელევიზორია ჩართული იქაც რომ აი გაიხსნება ის რაღაცა და წადი გაიგე ნახე რა ახლა მე ერთი კი გავიფართხალე რომ ახლა ეს ლარად როგორ იქნება რაღაც ის და ნუ ესეთი ამბავი არისო ხალხს აინტერესებს და წავა მივედი და შე როგორ აი მავზოლეუმთან რო რიგი რო ესეთ რაღაცებს რო აკეთებს და ხო და მე აღარ ყველას თავის მეტაფორებია ყველას თავისი მავზოლეუმია ხო და რომ მივედი ეს როგორც გურული იტყვის მეტოშა ეს ამბავი აღარ რიგია და ნუ საერთოდ კი ვარ საბჭოთა კავშირში გაზრდილი მაგრამ ეს ურიგოდ გასვლა არის კოშმარი რა ნუ აი არ შემიძლია და ამ დროს ტიპები არიან როგორ იცი რიგში როგორ იმაშვებიან იცი თითქოს არ მიდიან ურიგოდ ეს დახვეწილი ტიპები როგორ არის შენს გვერდზე დადგებიან ან ხო და რაღაცნაირად აი ისი აღმოჩნდება რომ ბოლოს გაგისწრებს აი თითქოს არა მაგრამ აი და რაღაც ის მიდის ხო და რომ მივედი ეს რიგი რომ ნახე ახლა მე მასალა მაქვს გასაკეთებელი ახლა კაი ამათ დაველაპარაკე ახლა ვიღაცას ბევრს გონია ახლა რომ დავბერდით ნიკო და სტუდიაში ვზივართ სულ ესე არის ჩვენი ის და ჩვენ არ ქუჩის აკადემია უკვე დამთავრებული ქუჩაში რაც გვიწანწალება ეს რიგში მყოფი ხალხი გამოვკითხე ჩავწერე რადიო ვართ მაშინ და ახლა შიგნი უნდა შევიდე შიგნი რა ხდებოდა შიგნი შესვლა და როგორც კი წინ წავიწიე ვიღაც რო უთხარი რომ ჟურნალისტი ვარ და ყველა ჟურნალისტი ვარ და ხო და ნუ რაღაცნაირად ვიღაცას და მოკლედ შემიყვანეს რა შიგნით და ნუ ახლა იცი როგორც ახლა ეს მაშინ იყო ეს სიახლე და რაღაცა დევს რაღაც სარკე რაღაც ესეთი პირველადი მოხმარების ისი რაღაც კბილის ის ფხნილი რაღაც ის და ნუ მე ახლა დაზომბებული რო უნდა იყოს აკუმულატორი მტვერსასრუტი ბენზოხერხი რაღაცა ხო რაღაც ეგეთი და ნუ საერთოდ ესია რა ნუ ახლა უნდა კითხო ხო ამ ტიპებს კი შენ ფიქრობ რაღაც რომ უხერხული არის რომ აი სულელად არ ჩამთვალოს მაგრამ ეს სულელურ კითხვებზე არის ყველაზე კარგი პასუხები ზოგადად
ხო და ნუ ამ ტიპს ვისიც იყო ეს რომ ვკითხე რომ ხალხი დგას და ერთი ამბავში არის რომ ეს სად არის აკუმულატორი სად არის ბენზო კარგი არათო რა აკუმულატორი და რა ბენზო ხერხი უნდა იყოსო და რაღაც ეგეთი და ნუ ეგ აჟიოტაჟი შერას თქვი ეგ ჰამბურგერზე რომ ეს მაშინ უფასო ჰამბურგერი და რაღაცა ხო ეგ სარეკლამო კამპანია როა რაღაცა მესმის რომ ვიღაცამ ერთი დღე შეიძლება მაგრამ ეს სიახლე რო იყო რაღაც იქიდან დასავლეთ მაშინა ეს ძალიან ახალი იყო და მართლა დაიჯერა ხალხმა. ესე არიჯერებდა რომ რაღაც იმას შეიტანდი $10 და 2 წელიწადში 100,000 გამოიტანდი ეს MMM-ი და ისინი რო იყო. და მოკლედ მეცავა რეგ იყო და კაცო ეხა იყო 3 წელიწადში როდის იყო ფეხით რო დადიოდნენ რომ მოსიარულე ბოტასებით რო ყოველს ფული უნდა გაეკეთებინა. ხვის ბიჭო რა აბსურდია. ხვის მაგივრად რო დარბოდნენ ტიპები. ნუ პირამიდა ეგ არის აბარა. მე მახსოვს მაკდონალდსის რიგში მდგარ ვარ პატარა რო ვიყავ ეს სუპერველად ცნობილია იმიტომ რომ მოსკოვში და ლენინგრადში რო გაიხსნათ საათიანი რიგები იყო და მაგ დროს ვიყავი ლენინგრადში 99-90 წელი იყო ვიყავი რა მშობლები იყვნენ და მეც იქ ვიყავი და ორჯერ ვიყავი სულ შენ პოდკასტს ხო ერთხელ ლენინგრადში ვიყავი ერთხელ მოსკოვში და ნუ ლენინგრადი იყო ჯერ კიდე მაშინ მაშინ უკვე დიდი რიგები აღარ იყო 15-20 წუთი ვიყავი და მაკდონალდსის რიგში და ჩართვას გავაკეთებ ლენინგრადი ისევ არის ნიკო სანქტ-პეტერბურგია ქალაქი რომელიც არის ლენინგრადის ოლქის დედაქალაქი მაშინ ქალაქი ლენინგრადი იყო და 20 წუთი რიგში რო დგეხარ და მე ორმაგ ჩიზბურგერს აიღებ ფიქრობ რომ რისთვის ანუ ეს ეხა ეგეთი მაგარიც არ არის თან პირველად რო სიმჯავ ეგეთი თან პირველად რო სიმჯავ ხო რომ ეს რა კაი რაღაცა ვერახე არ არის თუმცა ეხა ჭამხოლმე დრო და დრო კი არ ზევიდან კი არ უყურებ ბურგერს მაკდონალდსისას ფასი ხარისხის ამბავში ერთ-ერთი საუკეთესო კი ბატონო და ერთხელ ფასდაკლებებს რა შეეხება არავისთვის არ არის უცხო განსაკუთრებული სიხარული ფასდაკლებით მე ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი მაქვს ცხოვრებაში რომ ყოფილი ფოსტის შენობაში ადრე იყო სუპერმარკეტი სმარტი ეხლა ბევრი სმარტი აღარ არის მაშინ იყო იქა და ერთხელ შევედა ნიგოზი იყო აწონილი რომელსაც შევხედა რაღაცა იაფი აწერია ზევიდან მეთქი რა არის და ვაშლი აწერი ანუ აწონა ვიღაცამ და ვაშლი ამოარტყა ნიგზის ნაცვლად ვიფიქრე ხო არ უთხრა მეთქი მე ვიფიქრე ეხლა თუ შეიძლება რაღაც სხვა რაღაცებიც ვიყიდე ჩავდე ესა და მეთქი თუ გამივა სახში მქონდა 300 გრამი ნიგოზი 300 გრამი ვაშლის ფასად ეს იყო ალბათ 20 წლის წინ და ყოველდღიურად კაი ხასიათზე ვიხვეწებ რომ ეს რა კაი რაღაცა ბედმა გავიხივა იყო ხო მე ამღა შავ პარასკევზე ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ ესე შემთხვევით დაიწყო ჯიმი აპოლიტიკურად მაგრამ ეგრე არ არის საქმე ხელისუფლებას თუ ექნება რაღაც ფასდაკლებები ნიკო პროცენტებში და იმებში აი მაგალითად რაღაც ჩადიხარ დანაშაულს რომელიც 14 დღიანი სასჯელია მაგრამ აი უბრალოდ ისე გაფრთხილებით გათავისუფლებენ იმიტომ რომ დღეს შავი პარასკევია რაღაც ან დაგაჯარიმა 5000 ლარიანი ჯარიმა გეკუთნის და რაღაც 200 ლარში გამოგიშვენ ეგ არ მგონია რომ პირბადეებს შეეხოს უფრო რაღაცა თუ შეავიწროვე 2-1-ის ფასად ან რაღაც ხო არა სათავისოთ რო იზამენ ეგ არ არის გასაკვირი რომ სიტყვაზე დღეს ერთი დაიჭირე ორს ნუ დაიჭერე ან რაღაც ეგეთი ისე სხვათა შორის ამ იმას ემთხვევა შავ პარასკევს ემთხვევა წლისთავი ნიკო აი 27 ნოემბერი არის ის რომ გადავწყვიტოთ აღარ დავაყენოთ კობახიძის ის ცნობილი განცხადება ერთი წელი სრულდება 28 ნოემბერს აი განსაკუთრებული სიგიჟე რო დაიწყოს ბოლო რაღაცა სტუმარს რა არის იცი რა იმდენი თარიღი დაგროვდა არა ეს არის ბოლო ამ რეალობაში ვცხოვრობთ ის 2024 წლის 28 ნოემბერს საფუძველ ჩაყრილ რეალობაში ვცხოვრობთ რომელიც არ შეედრება არც წინა სხვა პერიოდებს და მათ შორის არ შეეხება ამ თვითონ ოცნების წინა პერიოდს ეს განსაკუთრებული ის არის რა ხო მას მე რა ესე ვართ რომ რა ხდება და ყოველ ჯერზე რო ახალი ჩაჭერა ეხლა სწავლა იქნება 7 წლიანი რომ ყოველ წელს რამდენი იქნებაო ირაკლი კობახიძემ როგორ თქვა 3000 თუ 30000 სამუშაო მუშახელი რო უფრო ადრე გამოვიდესო და თან უყურებ და ვფიქრობ რომ რა სამუშაო ადგილებზეა ლაპარაკი ანუ სამუშაო ადგილების ხარისხი ხო არის განსხვავებული რომ ის 30000 კაცი მე იმაში
კურიერებად იმუშავებენ თუ რაღაცა ის ექნებათ, კარიერული ზრდა ექნებათ და სადღაც მივლენ. ანუ კურიერის საქმეს კი არ უყურებ ზემოდან, არამედ იგულისხმება რომ კურიერის საქმე არ რაღაცა უფრო დროებით. ხო, არაკვალიფიციური შრომა. კარიერული წინსვლა კი არა გაგმანდან, რაღაცა ფულს გააკეთებ ცოტას იმას იზამ, მე სხვა რაღაცას იზამ. მთელი ცხოვრება მაგას ვერ იზამ, იმიტომ რომ რაღაც ხო, ანუ ისეთი ტიპის დასაქმებას უწოდებს ამ სამუშაო ადგილს და რაღაც ხელობას და სპეციალობას, რომელსაც სტუდენტი აი რაღაც იმისთვის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად დროებით ითავსებს, ხო? აი იქნება ეს დამლაგებელი, იქნება ეს, რა ვიცი, მეზოვე, მტვირთავი, მაკდონალდში ისა და ასე შემდეგ, ხო? ეს ახლა ამას სერიოზულად შეხედო, რომ აი ადამიანი გამოდის ცხოვრების ასპარეზზე და ეს ძლივს ვიპოვე ჩემი საქმე, ხო? ეს ხო არ არის ეგეთი ამბავი, არა? ეს არ არის სპეციალობა, ეს არ არის ხელობა. ამ იმაზე ხო რო არაფერი შეედრება მეთქი ამ თავი შეიძლება ხელობაც იყოს, მაგას თავის ცოდნა უნდა თორე დაიზიანებ რაღაცას. არა, ნუ ხო, იცი რა არის ყველა ნებისმიერი საქმიანობა ადამიანის რაც თვითონ ჩათვალა რომ ამით უნდა იცხოვროს არის დასაფასებელი და პატივსაცემი და არანაირად მე მიდგომები არის საკრიტიკო, მაგრამ თვითონ ადამიანის შრომა არის სრულიად უკრიტიკო. თუ ადამიანი პატიოსნად ასრულებს თავის საქმეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებს, ხო? ყველას ახლა რო გარდა იმისა, კონცენტრებში მუშაობის აგბოროტება. ნუ ეგ ახლა ეგ არ არის კონცენტრებში ცხადია იგულისხმება ყალთებანდური კონცენტრები და ეს კონცენტრებიც როგორი ის არის დიაგნოზი არის. არ ვიცი სხვა ქვეყნებში რამდენად პოპულარულია ეს, ხო? მაგრამ აქ ხო, აი ხო და რაღაცნაირად დიაგნოზი არის საზოგადოების, აი მორალის. მე ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირი აი რის გამოც არ უნდა დავივიწყოთ კრიტიკის და ანალიზის და რეფლექსიის თვალსაზრისით, თორე დასავიწყებელი როგორ არის ახალმა თაობებს თუ არ ეცოდინებათ სიტყვაზე და თუ არ იქნებიან იქ ნაცხოვრები, არაფერს დაკარგავენ. მაგრამ აი ეს არის ორმაგი მორალი. აი ორმაგი მორალით ჩვეულებრივი ის იყო ამას უნარჩვევებს გივითარებდა სკოლა, სასწავლებელი, რა ვიცი, ქუჩა, ყველაფერი ორმაგი და სამმაგი და რაც უფრო მეტი მორალით იცხოვრებდი, მით უფრო მოქნილი ტიპი იყავი, ხო? ის რომ შენ შეგიძლია ვიღაცა მოატყუო, ვიღაცა გააუბედურო და თვის ბოლოს ეს კარგი გამომუშავება მიიღო და წაიღო და მე არ მეხება იმის ამბავი, ხო? აი ეს არის კლასიკური საბჭოთა ადამიანი. კაპიტალისტის კარგად მუშაობს. ხო, მე არ ვიცი, იქ ხო გეუნები, უყურე რამდენი ის არის ტიპები დადიან იგივე. არა, ამ დაავადება შეიძლება ქონდეს ბევრი მიზეზი და ეს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს აქედან. არ ჭირდება აქ ადამიანს განსაკუთრებული დარწმუნება. არ ჭირდება, იმიტომ რომ ამით უცხოვრია თაობებს. რომ აი ოჯახში ერთს ამბობ და ერთი ასიმართლე, გარეთ ქუჩაში მეორეს ამბობ, სასწავლებელში მესამე, სამსახურში მესამეს და ასე შემდეგ. ხო და რას ვამბობ? აი ეს ბოლო ერთი წელი მეთქი, რომ განსაკუთრებულ იმით რეჟიმში ვცხოვრობთ და განსაკუთრებული პერიოდი დაიწყო, ძალიან გავს აი ცინიკურ ანეკდოტს, რომ აი რაღაცნაირად შავ პარასკევს რო დაუკავშიროთ, აი რაღაც შავ ზოლში ვართ ახლა ეს ერთი წელი, ხო? იმიტომ რომ სრულიად სიგიჟეები ხდება, თან ისეთი სიგიჟეები ხდება, რომ აი რაღაც აი ტრუიზმი რო ქვია, ხო? აი რაღაც ისეთი რაღაცა უნდა ამტკიცო, რომ აი არგუმენტების მოყვანაც აი მაგალითად წყალი რო სველია, უმტკიცო ვიღაცას და ამისთვის მოიყვანო არგუმენტები, რომ აი ეს სისველე ეს მოლეკულის დონეზე ხო ვერ აკეთებ ამას, იმიტომ რომ ენერგია გეცლება არ ითხოვს ეს ასეთ მტკიცებებს, ხო? აი ახლა ამ შავ ზოლში ვართ, მაგრამ ვაი თუ იმის არ იყოს ეს ანეკდოტი არის ის ორი ებრაელი რო შეხვდება და ნუ რას იზავო ეს შავი ზოლი მაქვს რა ცხოვრების რას იზავო ეს შავი ზოლი არის მე თეთრი ზოლი არის შავი ზოლი თეთრი ზოლი ეს და მე წლების მერე შეხვდებიან და როგორ კარგად მანუ გეშეო კაცო შენ რომ გითხარიო მე რო გითხარი შავი ზოლი თურმე ის თეთრი ზოლი ყოფილა შავ ზოლში ახლა ვარო ეგეთი რამე მაგაზე გამახსნა ზუსტად იგივე სულისკვეთები და ერთი 4 წლის წინ იყო მე მგონი ფორმულაზე იყო ნიკა ქავთარაძის განაცემა ალბათ ფორმულაზე იქნებოდა ფსკერი ერქვა კი მახსოვს ეს რომელიც ფსკერი კი არა ზედაპირზე ხარ მაშინ თუ რა ფსკერი თუმცა ახურავზე თუ არა სადღაც შუა სართულებზე ვიყავი ნაპირთან ახარ სადღაც არ ფსკერი ახლოსაც არ არის თურმე იმასთან ხო ანუ არ ვიცი ესე იგი ეს ხო აი ახლა ბოლო ამბავი ხო აი ისევ და ისევ ამ განათლების რეფორმაზე ახლა გუშინ ინტერპელაციით იყო ეს ყობახიძე პარლამენტში მისული და ნუ ამ ინტერპელაცია ყველა ვიცით რა ნუ რო იბარებენ თავრობის იმას დეპუტატები და რაღაც იმას არ აუცილებელი არ არის ხო თითოეულ ხო მოკლედ თვითონ უნდა და ეს როგორ არის იცი
დაახლოებით ისი არის, რომ ეს შეთანხმებული ინტერვიუები რო არის და ყველა პასუხზე რო აღმოაჩნდება რესპონდენტის ყველა პასუხზე რო აღმოაჩნდება ჟურნალისტის კითხვა, ეგეთი ხო ხდებით? ილაპარაკეს რისილ თქმაც უნდათ ხო და იყო ამ იმაზე კრწანიში ამ არაბულ ინვესტიციაზე ძირითადი ნაწილი და ამ განათლების რეფორმაზეც ხო და ასე წარმოუდგენელი რაღაცა იყო ახლა მე ესე ყურადღება წავიკითხე ხო ვერ უყურე დრო არ მქონდა და წავიკითხე და ერთ-ერთი რაც თვალში მეცა ხო ის რომ ხო ეს ამ ბოლონის პროცესი ითხოვს რომ 12 კლასი იყოს საშუალო განათლება იმის გამო რომ მე თავსებადი იყოს და იმ დასავლურმა უნივერსიტეტებმა მიგიღონ და რაღაცა თუ არა გაქვს ამ 12 კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი ხელი გეშლება და რაღაცა და აი გამოსავალი იპოვეს როგორ იცი იქნებაო გამონაკლისის სახით თუ კერძო სკოლებშიო შეიძლებაო რომ იყოს ესე იგი აიღო 12 კლასის განათლების ატესტატი ახლა კერძო ჩვეულება იქნება არა მაქვს მატერიალური შესაძლებლობა ან არ არის იმ ტერიტორიაზე სადაც ჩემი შვილი სწავლობს ან ჩემიანი ვიღაცა ვისაც უნდა სწავლის გაგრძელება რაღაც და იქ არა ნუ როგორი ის არის აი ახლა დისკრიმინაციული აღარ ქვია ამას ნუ რა ვიცი ხო და რატო ეგ თქვენ ეს გარდა იმისა რომ ახალი მუშახელი უფრო ადრე გამოჩნდება ბაზარზე ხომ არა რატო გვაკლია ხო ნუ ანუ აი რატო რა საჭიროება არის რა გვეთკინა ეგეთი რომ მოვაკლოთ ერთი წელი თან მე ამბობენ რომ ეხლა ქართულიო უმაღლესში უნდა იყოს სავალდებულო სკოლა შესწავლე წესიერად რაღაც უნდა იყოს იმაზე უმაღლესში სავალდებულო ხო ვითომ 11 წელი თუ არასწავლე მე იქ რა იქნება ახლა ის კრიტიკულად რო შეხედო რომ მე-12 კლასში ახლა არ დადიან რეპეტიტორებთან დადიან აცდენენ ან ზერელებს სწავლობენ ნუ ესაა გამოსასწორებელი ხო რაღაცაა მოსაფიქრებელი თან თუ ეგრე მე-12-ში კი არ არის პრობლემა ბოლოშია პრობლემა სულ რომ 3 კლასი იყოს მე-3-ში იქნება იგივე თუ რეპეტიტორებთან უნდა იარო ხო იცი რა არის ეგრე ნიკო რო შეკუმშო ხო რო შეკუმშო მესმის ხო და მეც გეთანხმები ეგრე რო შეკუმშო ხო შეიძლება საერთოდ არ იყოს ისა 5 კლასი ასწავლო და ადრე ხო იყო რაღაც ვიღაცისთვის ისა 3 კლასი თუ 4 კლასიც იყო ხო ესე იყო 3 კლასი მერე 8 კლასი და მერე ისა სრული და იცი რაზე სისხლი ვიღაც ტიპები რომ აი ესეთი ნიშნის მოგებით ლაპარაკობენ ქვეყნის ბედზე რომ რა საჭიროა ყველა უმაღლესში ისწავლოს თუ რაღაცა რომლებსაც თვითონ ნაცნობობით, ნათესაობით და შემთხვევითობით აქვთ მიღწეული არა ან სინდის ნამუსგარეცხილობით, ან ზოგი სასამართლო სფეროშია, ისე რომ შესაბამისი სასამართლო განათლება არ აქვს მიღებული და ის საფეხურები არ აქვს გავლილი, რაც უნდა კონდეს, ან რაღაცა სფეროს უდგას სათავეში, ისე რომ იმაზე წარმოდგენა არ აქვს და მარტო იმიტომ არის იქ, რომ ვერც კი ხვდება, რამდენად სხვაგან არის მოხვედრილი. აი ჩემი აზრით ეგეთი ერთ-ერთი მაგის საუკეთესო მაგალითი არის ჩვენი პრეზიდენტი. რომელსაც არანაირი კარიერული კიბე არ გაუვლია, არც ნდომებია მე მგონი მაინდა-მაინც. მარტო ეგ ყველაზე თვალსაჩინოა ისრაფოდა მათ. ლეგიონია მათი სახელი. იგივე კალაძეზე მაგას ხო არავინ არ ამბობს, იმიტომ რომ კი იყო ფეხბურთელი მანამდე, მაგრამ ჩაერთო იმაში და ჯერ ერთად მინისტრი იყო, მერე ის იყო, კენჭი იყარა, გაიმარჯვა ეხა როგორი სახელი აქვს და რა შვება არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვერ დააბრალებ, რომ შემთხვევით ვიღაცამ შეტენა იქ და თვითონ ხნა ეგ რაც იყო თავისით. ყაველაშვილი უთხრას რომ შენ აი სალომე ზურაბიშვილს როგორც ჩანს აღმოაჩნდა თავისი დამოუკიდებლად მოქმედების ნაკლი, ხასიათი გამოავლინა და ეს იქნება ადამიანი, რომელიც არ გამოავლენს ხასიათს და მე ან კიდევ იმას უბრუნდები, რომ არის ხალხი ეს ეყვება, რომ ემიგრანტები ბიუჯეტში რიცხავენ ფულს, ანუ სად ჩამოდი რა, დაჯექი ეზოში რა. What? ანუ აი რა თქვენ რატო ლაპარაკობთ ვინმეზე საერთოდ, მით უმეტეს განათლებაზე? მე ყოველხიდაზე არ მაქვს თან ლაპარაკი, იმიტომ რომ გაუნათლებელზე რაღაცაზე ვერ იტყვი მასზე, ანუ შეიძლება რომ ბევრი ნაკლი მოუნახო, მაგრამ არა ასწავლიდა რაღაცებს და ეხლა მე საპირისპირო რაღაცები გააკეთა ალბათ, მაგრამ არის უამრავი ვიღაცა პარლამენტში, ვისაც ხმას რო ამოიღებს, ფიქრობ რომ ქართული იმან არ იცის და სხვას რატო უწესებს რომ უმაღლესში ისწავლოს თუ სკოლაში ისწავლოს თუ რა გააკეთოს. Rog გადახედავ ბიოგრაფიას ძირითადად იყო ის რომ მე ვიყავი ერთგული ქართულში ბოლომდე და როგორც კი ჩემ გვერდზე ღარიბაშვილის ფეხი წაუწდა მაშინვე წავშალე წინა პოსტი სადაც ღარიბაშვილზე კარგი მეწერა და დავწერე რომ ეგ არის მაგათი ისა მლიქვნელობა ლაქუცობა და
კიდე მესამეც ჭირდება მაგას 3 წელი უნდა ხოლმე. ფლიდობა. ხო. და მე ეს ხედა რომ ჩვენ აზრს ვლა, ჩვენ ვაშკაცები ვართ. ჩვენ ლაპარაკობთ იმას, რომ ეს ჩემი აზრია რაც მე ვთქვი. ხო, მე აი ძალიან რაც არ არის შენი აზრი და სხვას ვარ თქვა გუშინ შენ ამას ახლა არის ლაპარაკები. ეგ ძალიან მაზალუ არის რომ ერთი და იგივეა იდენტური აზრები რომ ბევრ ადამიანს ერთად უჩდება. ძალიან ლექსიკაც კი ერთი რო აქვს ხოლმე. ისიც არ ყოფნით რომ აი იმას ხო, მე მაგაზეც ვილაპარაკოთ, აი ჩვენს გიოს დიასამიძეს აქვს კარგი ვიდეო, ხო, გამახსენდა მეც. ხო, ნუ აი წარმოუდგენელი რაღაც არის, ანუ ლექსიკის დონეზეც კი აქვს იდენტური ისინი ფრაზები, ხო? აი როგორ აი ამის წარმოდგენაც კი ამხელა თანამდებობის ტიპები. დანარჩენებს შეგიძლიათ Facebook-ზე, Facebook-ის ვიდეოებია, ხო, უფრო. Facebook-ის როგორ ნახო რა ვიდეოებია, ხო, კი არ ვიცი, მაგრამ მე ხვდება ხოლმე. დიასას ვიდეოები რო არის ხოლმე, რა დამონტაჟებული, აკაცუკი და მე დახელფასებული. დახელფასებული ზრინა, დახელფასებული არის. სხვა რომელიც ასეთ გურამ დოჩარაშულს უნდა მოეგონებინა, ოღონდ აი ესე ლამას ქალაქში ვიღაც ხალხი რო ამბობს და ავტორი რო ცოტა სიზღით წერს, აი ესენი ამბობენ ამას და კი, ზუსტად. და მესამე ეპიზოდი აქვს ამ იმაზე ამ არაბულ ინვესტიციაზე რომ ქსენოფობებს რო უძახიან ყველას ახლა რომ არა უყურე ხო მაგრამ ყველას ერთქვაფში ყრიან იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა რა არგუმენტებით აკრიტიკებენ ხო არა აქვს მნიშვნელობა აი მაგალითად ახლა უცბად რაც გამახსენდა ეს საბაბუაძე ხო ლელოს ყოფილი წევრი და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ის ზუსტადაც რომ ამ იმის ფულის არუმავლობის მიხედვით არ აკრიტიკებს ის კონტრაქტის იმის გაუმჭვირვალობის გამო და ბევრი სხვა რაღაცის გამო, ხო? მაგრამ ნუ იბათ ეგ ყველა არის ქსენოფობი. ხო, ბრისი მოუბრუნდეთ ამას ამ ვიდეოებს, ხო, რომ დასწდებიან ესე იგი ჩაგერები რომ ანუ ხო თვითონ მუჰამედი ქვიათო ბავშვებს ერთი კვირით წინ აბობდა და მე ყველა სხვა იყო ქსენოფობი, რომელიც საქართველოს ყველაზე გავრცელებული გვარი რომელია? რა ვიცი, გელაშვილი, მამედოვი, ხო, მამედოვი. ხო, იმიტომ რომ ბევრი არიან. ეხლა გავაგრძელებთ ამ თემას მოუბრუნდებით. ახლა მოგცემ საშუალებას. ხო, აქ რა არის, იცი, ამ ხელისუფლების ოდიში მაყურებლის ცოტა გაუგებარია. ნახევარ საათს უნდა დაგვეპაუზებინა ტექნიკური მიზეზის გამო და მაგას აქ ახლა მე იმას ეშმაკის ადვოკატის ამბავში ხელისუფლების ოპონენტების პოზიციის ახსნას ვეცდები. ძალიან ძნელი არის ამ ინერციის დაძლევა, ხო? როდესაც შენი ოპონენტი, აი ეს ქამელეონით იცვლის ამ ფერებს და პოზიციებს, ხო? ის იძახოდა რომ შენ ხარ სხვას აბრალებდა ქსენოფობიას, რომ აი უნდა ჩავკეტოთ აზიელებისთვის შემოსვლა, არ გვინდა ჩვენ ესეთი ტურისტები, არ უნდა გავყიდოთ მიწები, არ უნდა მივაქირაოთ რაღაცა ისის და ახლა შემოტრიალდა ამ ყველაფერს ხარს უჭერს და შენ აკრიტიკებდი, ახლა შენ გიჭირს ამ ინერციის დაძლევა, ხო? აი შენი ოპონენტი რასაც ამბობს, იმის საწინააღმდეგო უნდა თქვა. რომ მიწყებს რაღაც ისეთის ამ მარტივი ჭეშმარიტების ლაპარაკს, შენ გიჭირს ამ ინერციიდან გამოსვლა. ბევრს ეს ემართება და თვითონ ამ იმაში, ამ სახიფათო ზღვარს გადადის ამ ქსენოფობიისა და ამ იმის საღი კრიტიკის ზღვარს. ხო, რომ მოუბრუნდეთ ამ იმას, რომ გეგონება ესეთი მცდელობა აქვს, რომ ნაკლები განათლებული და ნაკლები ნასწავლი ადამიანი იყოს და ნაკლები ხელმისაწვდომა იყოს განათლებაზე. გეგონება რა, მე მგონი მართლა აქვს. ხო და რა არის, იცი? აი ამ ყველაფერი დაიწყო, ხო, აი შეთქმულების თეორიას რომ მივსდიოთ, ხო, რაღაცნაირად ამ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ. შენ რაც ილაპარაკე განსხვავებაზე ყაველაშვილსა და კალაძეს შორის, ხო? იცი რა არის? სანამ დეპუტატი იყო ყაველაშვილი, ხო, ვერც მასზე იტყოდი, რომ რაღაც ვიღაცამ, ასე ვთქვათ, ხელოვნურად გაკაჭა, ხო? თავისი რაღაც უნარებით არავის ნაკლები ის არის, ხო, ყველანი მასზე კარგი არის თქმის ეგ, მაგრამ ზოგადი დონე პარლამენტში დაბალი არის დისკურსი. ხო, სადაც იყო, იქ მოკლედ შეიძლება მისი ქცევა, მისი პოზიციები არ მოგწონდეს, მაგრამ ვერ იტყოდი, რომ ის იქ ხელოვნურად და ვიღაცამ დასვა. თავისით მოიპოვა. არსებობდა ეგ ნიშა ეგეთ ტიპზე, მოჩხუბარ ტიპზე, დამგინებელზე, შემგინებელზე, გამრტყმელზე, რაღაც ცოტა ქუჩა, თბილისი, რაღაც ეგეთი.
და ნუ ყავდა რაღაც ტიპის ამორჩეველი ელექტორატი, მაგრამ ახლა პრეზიდენტი, ნუ ეს ნამეტანი იყო. ხო და რას ვამბობ, იცი? აი რაღაცნაირად ჩათვალეს, ახლა თლათ ტიპის ტიპიც ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, არც იმას აქვს იელი და ის ჰარვარდი და ოქსფორდი დამთავრებული, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ შეთქმულების თეორიის იმაში თუ რაღაცნაირად ჩავჯდებით, ხო? თითქოს ეს პროკრუსტეს სარეცელი აქვს და აი არ უნდა იყოს ბევრი აი იმაზე განათლებული ან იმაზე რა ვიცი, უფრო ჭკვიანი, აი რაღაც სტანდარტი არის, ხო? ეგეც შენი არ იყოს, მიდი მოდის, ანუ მიქცა, მოხდა, ყოველთვის ეგრე არ ყოფილა, იგივე ქართული ოცნების პოლიტიკას ყოველთვის ვერ იტყვი, რომ ეგეთ ხალხს არჩევდნენ, ვისაც ხო, არა, რასაკვირველია. თუ რაღაც ერთი ტალღა იყო, ეცადეს რომ ახალი პოლიტიკოსები, რომლებიც უცხოეთში ნასწავლები და შემდეგ მე ყველა ერთად წავიდა. კი, ბოლოს მოეღოთ, ბოლოს დავიდნენ ის რომ აი შენ რაც გინდა რა არგუმენტი მოიტანე, აი ქართულ ჯიგრულ, ქუჩურ, რაღაც უბნურ პონჩი ნებისმიერ არგუმენტს გაგიბათილებს. აი რა შორს წავიდეთ, ხო? ის შენ იქ რა საინფორმაციო წყაროებზეც უნდა მიგიწვდებოდეს ხელი, რა ინტელექტუალურ შრომასაც არ უნდა სწევდე. ჭეშმარიტება სად არის? უბანში აი დომინოს მოჭახუნე ტიპებთან, ხო? თან როგორ იცი? შენ შეიძლება იქ წლებს ახარჯავდე. მარტო ის ხო არ არის აქედან ფიზიკურ სამუშაოზე ხო არა წასული. ზოგი სტუდენტია, ზოგი მეცნიერი, აი ის არის, ჩემი ერთი ფრენდი არის, რომელიც სწავლის მერე დარჩა რაღაც პროგრამები იქით და ნუ გულგახეთქილი არის. ახლა რომ მე მეორე ხარისხოვან მოქალაქედ მაგცია ჩემს სამშობლომ, ხმის მიცემის უფლება არ მაქვს, ხო? ხო და აი წარმოიდგინე, ის არის მეცნიერთა თანამშრომელი არის და იქ ხო მართლა კონკურენცია არის, არა? ესე არავინ გელოდება შენ, აი საქართველოსდან ჩამოვიდა ტიპი და მოდი გრანტები მივაყაროთ და სტიპენდიები. იქ შედიხარ ღია კონკურენციაში და შენმა პროექტმა უნდა გაიმარჯვოს და დაგაფინანსებენ ან სწავლას, ან კვლევას და ასე შემდეგ. აი წლების განმავლობაში ადამიანი ეწევა ესეთ შრომას და ყველაფერი წყალშია გადაყრილი შენი შრომა, შენი ამ იმის ძალისხმევა ერთ კვირაში დომინოს მოთამაშე ბიჭები აგიხსნიან სამყარო როგორაა მოწყობილი და რა არის ქვეყნისთვის კარგი და აღნიშნეთ წინაზე უფრო ეს მართლა ფიზიკურ შრომაზე ვაკეთებდით აქცენტს რომელიც ასევე პატივსაცემია შემდეგ მაგრამ არის მთელი რიგი სფეროები ისევე როგორც ფეხბურთში ხო რომ თუ გინდა რომ წინ წახვიდე ბარსელონაში თუ წახვიდე უკეთესია ვიდრე თბილისის დინამოში დარჩი იმიტომ რომ თბილისის დინამო ძალიან გვიყვარს მაგრამ იქ კიდე სხვანაირი გასაქანი გაქვს იგივეა როცა ხარ ექიმი ხარ ფიზიკოსი ხარ ისტორიკოსი ხარ იმას არ ნიშნავს რომ ქვეყანას მოწყდი, იმას ნიშნავს რომ ბარსელონაში გადახვედი. იქ მუშაობ, იქ ასწავლი, იმას შვები, იმიტომ რომ გასაქანიც მეტია და ქვეყანასაც უფრო გამოადგები, ვიდრე აქ დარჩენილიყავი და იგივე გაკეთებინა, ვიდრე ესა. მე მინდა რომ არაბებზე მოუბრუნდეთ, რომ წინაზე ვახსენე სიმღერა რომ მოვისმინე ტაქსიში, სოდომ კავშირის დროშებზე. არ მომიყოლია. ტაქსიში ვიჯექი და დაბალხმაზე იყო ჩართული რაც სიმღერა, ქართული სიმღერები იყო, მგონი რადიოში იყო და ბოლოში მესმის ანუ დაბალხმაზეა რომ аса араб ბოშები კანზე ჩაიცვით ჩოხა და ფეხთ გაიხადეთ ქოშები და მეთქი რა ხდება დღესვე მოხსენით შენობებს სოდომ კავშირის დროშები ანუ ჩავხედე და მაგას ვკითხულობ მეთქი სოდომ კავშირის დროშები მომეწონა და ვერ მივხვდი ვის წინააღმდეგ იყო სიმღერა დაწერილი იმიტომ რომ ადრე ვიფიქრებდი რომ ოპოზიცია ილანძღება ევროკავშირი ალბათ აი ნახე არაბებს რომ გაუფინეთ ფიანდაზნიდან ნოხები იმდენი უნდა გირტყათ რომ თავზე დაგაჯდეთ კოხები ვის მიმართავს ავტორი? მე მგონი რომ ქართულად ცნობთ 1 ნოემბრის ტექსტი არის ესა. ღირსებითავ წუმპეში კიდევ გექნებათ როშვები. ანუ ღირსებით ევროპაში რომ ესენი არიან, რომლებიც უკმაყოფილონი არიან, რომ მეტისმეტად მიისწრაფვის ევროკავშირისგან ქართული ოცნება. და აქედან უნდათ რომ სკეპლები ურტყან და არის თქვა არაბებს რომ ნოხები გაო, შემოგვისახლეთ ოჯახში ინდოელნი თუ ბოშები, შადიმანებო რახქენი, მოკლედ სოდომ კავშირის დროშები ხო ავკრიფე და მე რამხელა ლექსია იცი? ლექსი არ არის სიმღერა და ეჭვი მაქვს რომ არის ნახე ტექსტია დიდი მეთქი ეჭვი მაქვს რომ ფანორი ხალხური სიმღერა ხელოვნური ინტელექტის ის არის? ეჭვი მაქვს რომ არის ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული სიმღერა იმიტომ რომ გავს მაგას და თან ძართულია რომ გაარჩიო ეგენ ერთმანეთისგან აუ ამას წინათ დამემართა TikTok-ზე ხშირად არ შევდივარ მაგრამ რაც შევსკროლე და ძალიან საყვარელი ვიდეო იყო პატარა ბავშვი დიდი საყვარელი ძაღლთან ერთად ეს აუ ბავშვი ეუბნებოდა და აუ ისაკეთებდა და ეს კვდებოდა სიცილი და მეთქი ეს იმას უნდა ვაჩვენა და უცებ მივხვდი რომ აი
მეც დამაგოიმეს ამათი დედები არ ეტყობოდა რომ ხელოვნური ინტელექტი იყო და უცებ დავეჭდო რომ მეტისმეტად საყვარელია თქო და ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ არ მოვტყუდებოდი მაშინ კიდე სხვანაირი ის იყო არა მე როგორ არის იცი რაზრი აქ ეგრე თუ მთელი მუღამი მაგისი რომ საყვარელი ბავშვი საყვარელ ძაღლს ელაპარაკება როცა მართლა არის გადაღებული ანუ მულტფილმი თუ არის ვიღაცამ თუ დახატა ხელოვნური ინტელექტის წერი არა ვარ ჯერ მინდა რომ დაგამე შენ რო გამოიყენებ ხელოვნურ ინტელექტს ნიკო ნეტა ეგრე ბევრმა გამოიყენოს ხო რისი თქმა მინდა კიდე აი ამ წინა კვირის დავიცი ბესტსელერი იყო იმის პარლამენტის წევრის ეკა ჭიჭინაძის ეკა ხო კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ წაყვანილი კომიტეტის ხდომა რა გითხრათ ხო ახლა ხო გეუბნები მართლა იფიქრებ რომ ის რაღაც ისაყა დეპარტამენტი აქვს შექმნილი რომ ახლა თვითონ საზოგადოება იყოს იმ დონეზე განათლების ამ კულტურის და აღქმის დონეზე რომ ეს მიიჩნიოს ჩვეულებრივ ამბად ხო ასეთი მომზადების დეპუტატის ასეთი გაქანების დეპუტატის ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში ვისაც არ უნდა ხო ლაპარაკი თავი გაიმართლა იმით რომ მე ჟუაჭკას კი არ ვღეჭავდიო კბილები მქონდა გაკეთებული მაგაზი არ იყო იყო იმაზე რომ რასაც კითხულობდა არ იყო მომზადებული და ვერ გამოთქვამდა წესიერად იმას რაც უნდა ეთქვა აი როგორ იცი თვითონ არ ჯეროდა რომ ამ სიტყვებს ლაპარაკობდა აი როგორ რა ინტონაციით რო ჩაიკითხავდა წინადადებას ამ ბორძიკით და აზრს დაამთავრებდა აი ეს გამოისჭვიოდა მისი იმიდან ინტონაციიდან აი თავის ეუბნება აი მეღადავები ამას მე ვამბობ აი დედას გეფიცები ხო აი როგორ იცი ვინც პარლამენტში შეიყვანა თუ იმ სიაში ჩაწერა იმას ეუბნებოდა რომ აი მე ამისთვის არ გავჩენილა ხო აი ვინც არ იცის ეს არის რავი რომ დაგუგლოთ ან დასერჩოთ ან Facebook-ზე შეგხვდებოდა ხო ძალიან მაზალუ არის და საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონ პროექტი ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი დღეს გვეყოლება განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ვიათ გაბისონია და ეს რომ აი ანესთეზია და რაღაცა ის ისე ამ საბჭოთას არ ვეშვები და აი ცუდ მოსეკვავეს რაღაცა რო უშლის ხო აი ცუდ ორატორს და ცუდ დეპუტატს ანესთეზია უშლის რა ხელს ხო ეგეთი ამბავი არის ხო და ცდილობენ რომ აი ეს ახლა ხო არის შოკის მომგვრელი და ბიჭო ბევრი რამე იყო ნიკო იცი 10 წლის წინ 5 წლის წინ 20 წლის წინ შოკის მომგვრელი და დღეს ამას ჩვეულებრივ ამბავ ვიღებთ და სრულად არ არის მართლა დაუჯერებელი რომ აი ეს პალასა ხო აღმოჩნდეს რომ 1 წლის მერე ვთქვა რომ ბიჭო ის თეთრი ყოფილა და ახლა რო ჩვენ ამბავში მე ანუ ჯერ ერთი ტვინი წავიღე ამითი მაგრამ რუსულ კანონს ძირს რუსულ კანონს როცა ამბობდით ეხა რუსები ამბობენ нет грузинскому закону იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გადავაჭარბენ და რუსებს მართლაც და არა აქვს ესეთი კანონები მათ შორის კანონის უკუძალის დამტკი აი რაღაცა სიგიჟეები აბსოლუტურად და ჩვენ რუსეთი არ გავხდებით და ბელარუსი არ გავხდებით და იყიდეთ თურქმენეთი არ გავხდებით გადავერთოთ ისევ მაგის იმედი მაინც გქონდეთ იმიტომ რომ წარმოებას რაც შეეხება და პოტენციალს და რაღაცა ბუნებრივ სიმდიდრეებს რუსეთს და ბელარუსს ბევრი აქვს დიდი ქვეყნები არის და ბევრი სხვა რამეები აქვს და ჩვენ მაგდენი არ აქვს ჩვენი სიძლიერე სხვა რამეები ლოგიკა რითიც მოქმედებს სიტყვაზე ლევანდებში მშვიდობა არის მაგრამ მშვიდობის ძეგლი აქვს და დღე-დაღამე მშვიდობას უკადაგებენ და ისინი მათაც ისტორია მაგათაც კარგი აქვს ვინ შეეცილებას მე მგონია რომ ჩვენ უკეთესი გვაქვს მაგრამ იმათ თავიანთი მოწონს და შეუძლიათ რომ იამაყონ რომ ჩვენ ნამდვილი ტრადიციის დამცველები და იქ არ გავერევით წინასაც ვიზამთ და ხო ვისა შეიძლება ალგორითმი ან სქემა რითიცაც მოქმედებს აქ საქართველოს ხელისუფლება და იქ რუსეთის ხელისუფლება ერთ-ერთში ერთმანეთს არ გავდნენ მაგრამ ლოგიკა აქვს ერთნაირი ხო იქ ახლა იმათ სხვა ამოცანები ქონდათ სხვა მასშტაბი ქონდათ ხო დღის წესრიგში შეიძლება იქ სხვა ის გამოწვევები იყოს ხო აქ სხვა იყოს და იმის მიხედვით პირველი ვინ უნდა რომელი კუნძული მოსპონ რომელი საზოგადოების რომელი
სეგმენტი ისაქნან მიჭირხვნონ როგორც ბატონი ბიზინა იტყო და ხო აი ამ არჩევნებშია განსხვავება თორე ლოგიკა რასაც აკეთებენ ესენი და ისინი დიდად არ განსხვავდება ხო აქამდე იყო ჩვენ მაინც იმადგან განსხვავებით წინებისგან განსხვავებით ციხეში ხალხს არ ვაწამებთო და როგორც ჩანს იყო შედარება მაინც მართლა არ არის ის ბევრად უარესი იყო მაგრამ მედია როცა აღარ იქნება დამოუკიდებელი და არასამთავრობოები არ იქნებიან და სახალხო დამცველი რაც არის ეგ იქნება მე თუ გინდა აწამებ ციხეში და თუ გინდა რას ამის გამომტანი არავინ არ იქნება მანდ ხო აი იმას რომ თანმიმდევრობაში შეიძლება განსხვავება არის რომ იქ მაგალითად ხო ეს პუტინიზმი და ეს პუტინის ეპოქა დაიწყო თავისუფალი მედიის ტელევიზიების მიჭირხვნით აქ ჯერ ფეთქავს ხო არსებობს ეს რატომ იქ ის იყო გარდაუვალი აუცილებლობა, იმიტომ რომ ძალაუფლებას უქმნიდა საფრთხეს. აი, მყისიერ საფრთხეს უქმნიდა. აქ იმის გამო რომ ეს პროპაგანდისტული მედიები ძლიერი არის, მოკლედ ასე ვთქვათ, ხო? იმათი პროპაგანდა უგებს თავისუფალ მედიას, ასე ვთქვათ, ხო? და ასატანი არის ამ დამოუკიდებელი მედიის არსებობა. ჯერ ასატანია. აი როგორც კი გათანაბრდება ან სიტყვაზე იმდენად დისკრედიტებული იქნება სიტყვაზე თავრობის გადაწყვეტილებები ან ის როგორც აშუქებს ეს პროპაგანდისტული მედია და რაღაცნაირად მეტად გავლენიანი იქნება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები მედიები დარწმუნებული ახლა რა შეუშლით ხელს რომ ჭირხვნიზაცია აქეთაც გადმოვიდეს არანაირად ხო ხო და ამ იმაზე ერთსაც ვიტყვი ნიკო და მე წავიკითხოთ ისა ხო რომ აი ამ ხო აი ზოლები ხო თეთრი ზოლი შავი ზოლი ხო ახლა ისეთი რაღაცები ხდება არა მარტო ქვეყანაში არამედ გლობალურადაც ხო რომ რაღაცნაირად ვეღარაფერზე ვერ იტყვი რომ აი ახლა ეს შავი ზოლი არის და ამაზე უარესი აღარაფერი იქნება და მე იქნებ თეთრში გადავიდეთ აი ახლა აქ რო შემოვდიოდით ეს ძიუდოს ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციამ ჯერ ხო ბელორუსს მოუხსნა ეს სანქციები, ახლა მოუხსნა რუსეთის ნაკრებს და დროშით და ჰიმნით და იმით შეძლებენ გამოსვლას და რა შეიცვალა შარშანდელთან, შარშანწინდელთან, იმის წინ პერიოდთან შედარებით, ხო? რამეზე რა უკან დაიხია რუსეთმა, მოინანია, შევწდიო? ეხა ეგ მანდ რა შეიცვალა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდე შორს შეგვიყვან და ხო, არ დავიწყოთ, მაგრამ ნუ ეს არ არის ეს კაი ამბავი, იმიტომ რომ ეს არის წახალისება მე ვფიქრობ აი ესეთ საერთაშორისო მასშტაბში თუ რაღაც სიგიჟეს გააკეთებ, გაჯიუტდები, უკან არ დაიხევ, რაღაც არ მოერიდები მსხვერპლს, ნუ ვიღაც ტიპები შეიკრიბებიან და იტყვიან, რომ ახლა ამას რო ავყვეთ და რაღაცა მოდი დავუთმოთ და ხო, კაი როგორც იყო, იქნებ მეტი სიგიჟი არ გააკეთოს. ამ დროს პირიქით ეს წამახალისებელი არის. აი ცუდნოტზე რო არ დავამთავრო, აქვე ვიტყვი, რომ უკრაინელმა სუმოისტმა 21 წლის დანიილო იაბგურსიშინ ესე რომ სუმოში აი ყველაზე მაღალი ეს იმპერატორის თასი მოიგო რაც ჩემი აზრით აი სრულიად შოკის მომგვრელი ამბავი არის 21 წლისა დაამარცხა ამ ბოლო ტურნირში ორჯერ ერთი და იგივე იოკოძუნა მეორესთან წააგო ოღონდ ვიდეო იმაზე ჩანდა რომ ნუ არ წაუგია ის შეეყოფირო ნუ შემთხვევითი მოგება არ არის არც ესეთი რაღაც გამორჩეული ის არის სიდიდის ტიპი 140 კილო 180 სანტიმეტრი სიმაღლის მაგრამ როგორც ჩანს ძალიან მხეცი არის იქ შემთხვევით არ ხდება 21 წელი 20 კი გახდა თან ალბათ იოკოძუნა იქნება და ეს იქნება პირველი იოკოძუნა ევროპიდან ალბათ ჯერ არ ყოფილა საერთოდ ხო და მოკლედ უკრაინა ბოლოს მაინც გაიმარჯვებს მოდი ეს იმედიც კონდეს ყველგან ყველა სახეობაში კომენტარები იყო ბევრი. ნიკო, რაც მე გავხდი წამყვანი და მოუწოდე ბოლოში ხალხს, რომ შენ კი ამბობ, რომ ჯიმის პროლოგი ცუდი აქვსო. ცუდი აქვსო არა, სავარჯიშოა მეთქი და სუსტი. დასახვეწია მეთქი თქვი. უბრალოდ სისუსტე არ იყო ჩემი მხრიდან კრიტიკის საგანი, იყო ის რომ წერტილის დასმა, შენ მრავალ წერტილის კაცი ხარ. მალხას ხარბედიას აქვს ერთ ესეში სასვენნიშნებზე და იმეებზე და აუ ახლა ზუსტად არ მახსენდება სასვენნიშნებზე არის მთელი ესე და უცბად ესეთი კითხვის დროს წერტილი გაცოცხლებოდა და წავა და თურმე ის იყო რაღაც კინკლა ხო მაგარი ხო წერტილის დასმის ხელოვნება არის ნიკო ძალიან სერიოზული ამბავი რა დისციპლინაა ჩემზე უფრო მძიმე წონოსან ტიპებს უჭირთ ნამდვილად კი
ლუკ 22-31 წერს, ამ ქვეყნის ნაწილი თუ არ ვართო, იმიგრანტებიო, ბანკები კარგად გვიმტკიცებენ კრედიტებს, ფული როცა უნდა ჩვენგან ძალიან კარგად ვართ ამ ქვეყნის ნაწილი, არც ერთ მსოფლიოში ისე არ ტკივა სამშობლო ემიგრაციაში როგორც ქართველსო. ბერიშვილი ვალდებულებისგან არავთავისუფლებენ ისედაც, ხო? სოციალურ ქსელში აქამდე კანტი კუნდა თუ შეხვდებოდა ხოლმე რამე ემიგრანტებზე, იქაც კომენტარებში ძალსახად პოზიტიური დამოკიდებულება იყო მათ მიმართ. ბოლო 2 კვირა კომენტარებში ისეთებს კითხულობ, ვერ გამიგი ამდენ ღვარდლს სად მალავდა ეს ხალხი. მხოლოდ ემიგრანტებს არ ეხება ეს, როგორც კი ვინმეს წინააღმდეგ კამპანიას ააგორებენ ხოლმე, მაშინვე ლანძღვა გინების და 1000 სიბინძურის უამრავი კომენტარი ჩნდება, მესმის რომ პროპაგანდის მანქანა მუშაობს, ბევრი ტროლია, მაგრამ ბევრი რეალური ადამიანიც ხო არის ამ კომენტარის უკან. კი. აი ნიკო, უყურებ რო ვთქვით, რომ ესე იგი ემიგრანტები არსად არც ერთ პერიოდში არ ყოფილა ნეგატიურ კონტექსტში და ნეგატიური ელფერით. ეს ქართულ კულტურაში რუსულში ახლა რომ აი აბა რუსეთიო და აბა ჩელიაბინსკიო რუსულში პირიქით იყო ემიგრანტი ითვლებოდა მოღალატედ იმათ აი ისე ცინიკური ისიც კი ქონდათ იმ 12-ის კამიდან მე ზაგრანიცა ნამბამოეთ ხო ანუ იმით ხო აი ამაშიც კი იმათ მივაძეთ რა აი ამაშიც ჩვენს კულტურაში ემიგრანტი ხო გეუბნები ვერ გაიხსენებ ერთ შემთხვევას რომ ყოფილიყო ესეთი ნეგატიური პერსონაჟი აი twinier იმისა რაღაც საბჭოთა პროპაგანდისა და ახლა რუსული. მანდაც არ მახსოვს. ანუ ალბათ იყო რაღაც ბევრი რაღაცა იწერებოდა საბჭოთა. არა, პერებეშჩიკი და რაღაც ეგეთი ტიპები, გაიგე. და ამ დროს ჩვენთან ხო ის პერებეშჩიკებს არავინ ეძახო და პირიქით იმას სადღაც იქ პანტიანში და იმაში მიდიოდნენ რომ ამერიკის ხმით მოესმინათ იქ ქართველები როგორ არიან, რას აკეთებენ და ყოველთვის ის იყო აქ ჩვენი სპორტსმენები მიდიოდნენ თუ მსახიობები კი ემიგრანტებთან შეხვედრა და რა მთელი გურამშარაძის ისინი ციგნები მაგაზია არის და ხო აი ეს რო შეხვედრა იყო და სიყვარული და ცერემბლის ფუქევა და რაღაც ეგეთი რომ აქ დარჩენილი ხალხი და იქ წასული ხალხი რაღაც ერთი მთლიანი არიან და რაღაც ესეთი ფარული რაღაც საერთო მიზანი აქვს და ახლა ესეთ უნდობლობა და რაღაც ეს ვაიმუნობა დაიწყეს. წინაზე ვერ ვიხსენებდი და ვაბისაბი ქვია მართლაც და იაპონურ კონცეფტს რომ ნაკლოვანებებში უნდა ვეძებოთ სილამაზე. ლიზი და ბიზიმ გაგვახსენა ესა. მაია მიქაძე ამბობს რომ პიკნიკი გზის პირასო ძალიან კაი ფანტასტიკა გამოიუდაო ფილმიო ჰოლივუდს რომ გადაიღო ტარკოვსკის ნანახი მაქვსო. თამაში არ არის? ნიკო სპეციალურად აცემინებ რომ მანდ გითხრან მე და სურვილები და მადლობა ყველას მადლობა. ტარკოვსკის ნანახი გაქვს? კი. მოგეწონა? ანუ იცი რა არის? არა, ხო, იცი რა არის? არაფერი საერთო არა აქვს. არც ხო არაფერი ბევრი რამე გამოტოვებულია და რაღაც ეგეთი და სტალკერი კი თამაშია? არა ხო და მაგის თქმა მინდოდა ხო არის მეთქი თამაში. მე ხო არა ვარ გეიმერი. ნუ შეჭია, კაი თამაშია. აკაკი მეგრელიშვილი ფეხბურთელის თამაში ვეღარ გამიკრიტიკებია ამნაირების გამო რა გინდათ ბიჭო ვინახართ? ბოდიში ბოდიში აკაკი ანუ მართლა ვეღარ ჩავაცივდით მაგ კაცს რა და რაღაცა რო თქვა მე სხვანაირად დავატრიალეთ არ ვიცი წინ არის მაგრამ მაინც გადაღების მაღალი ხარისხი დასაფასებელია ბრავო ლუკა ტორჩინავამ ნახე ქორი დაგიფასდა ქორი დაფასებული კაცია აი ჯანი ნიკო ჯანიო შოთა რურუამ აღარ დამიწეროთ ეხა უკვე შოთამ წინაზე უკვე გაციებული ვიყავი მე გუშინ წინ კვდებოდი ხო იცი გაციებულის დაცემა კაცები რო არიან ხოლმე 27 და 3-ზე რო კვდებიან ხოლმე დაახლოებით ეგრე ვიყავი ცოტა მეტი მქონდა, მაგრამ ნუ გამიარა ეხა და დამრჩა ისა. არა იცი, ვაქცინა გაკეთე? ვაქცინა გამიკეთე. ჩაეძიე ნიკო რამდენ კომპონენტიანია და რა 4 კომპონენტიანი იყო კი. უფასო რაც არის ვიკეთებ, ანუ მე ის კი არა გავიდა რომ ის არ გამოვიდეს რომ ვიღაც ფასდაკლებაზე დავცინოდი, მაგრამ ფასდაკლების ჩამსაფრებელი კაცი. კარაქს ისე არ ყიდულობ ფასდაკლებული თუ არა. კარაკი ძალიან ძვირი ეს. და ცალკე მაქვს. კვირაში ერთხელ შევდივარ ხოლმე ცალკე კარფურში, ცალკე ევროპროდუქტში, ცალკე აგროჰაბში და ფასებს უყურებ და განსხვავებით იმისა, რომ რამდენი პროცენტი არ და მე ვიცი ხოლმე რამ დრაღებს ხოლმე საერთოდ. მერკანტილური ნიკო ეშენა ხო? მიწევს ხოლმე რომ კარაქი აუცილებელია. და ხო ვაბისაბის ერთად კინცუგიც ქვია იაპონურ ხელოვნებას დაზიანებული ნივთებისგან უკეთესის გაკეთებას რომ გულისხმობსო. კინცუგიც ლანადელრის სიმღერა არის. იმ შოთას და პოეტების 90-იან წლების პოეტების ფსევდონიმივით არის შოთა მეტამორფოზული იყო გიორგი ბუნდოვანი შენიშნებოდა ნიკო მერკანტილური. რატო ისინი არიან რაღაცა რეაქტიული პოეტები და მე ვარ მერკანტილური. ამბოხებული ვიქ ნიკოლოზ ამბოხებული.
ან თუ მაინდა-მაინც პატარა კაცი ნიკოლოზ წვინტლიანი რახან სხვის ვიხოს ვიქნები წვინტლიანი ბაზარი არ არის რაც პანკურად ან ისე რატო მე ბიჭო ეპატაჟურია უფრო გაიგე ესე რო ამბობ რომ მერკანტილური ვარ ხო ამაში ჩანს ცინიზმი და პროტესტი ჩანს ხო ჩანს პროტესტი ვარჯიშს დავიწყებდი იმიტომ რომ ვიყიდე აბონემენტი უბრალოდ 38 მკოიქსი მქონდა არ წავედი იმებით ბაქტერიებით რომ გადამედო ყველასთვის ანუ ჯერ ჯიმისთან დადიხარ და არა ჯიმში როგორც მოგწერეს ანუ წესით გუშინ წინ უნდა წავსულიყავი მაგრამ სწორედ გუშინ წინ გავხდი ავარ და მაცალე ხა ცოტა აი დღესაც წავიდოდი მაგრამ არ მინდა არ გინდა სიმძიმეები ნიკო ტაიჩი ხო ხდება რეგლა აი შენც ხდება ხო ტაიჩი მე მხვდება ეგ არის ზუსტად ტარგეტირებული 40-ს რო გადააჭარბებ ან 35-ს არის ვიღაცა ხელოვნური AI კაცი არის ძალიან მე მგონი ასაკის მიხედვით ხდება მე მხვდება 50-ს რო გადააბიჯები ჩემი არის 40-ზე ვითომ იმიტომ რომ ჟურნალისტი ეკითხება ჟურნალისტი ანუ აწერია ქოეთ რომ AI არის რომ მირჩევთ რომ ჯიმში ვია რომ ნაო ტაიჩი დეცნო რაღაცებს ლაპარაკობს ეს კაცი და ტიპი არის როგორი ის არის სხეული აქვს იცი რომ აი მაგარი ნაკაჩავები არის ესე იგი გადადნობილი აქვს ეს ნახევარი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადი გადატანილი ხო რომელთაც ტაიჩით ვერ დაიყენებ ალბათ იმიტომ რომ შენი მიღწევები აი ჯიმში ხო პირველად რა სიმძიმეებს იმაშვებოდი არ ვიცი მე ესე იგი სამივე მოძრაობას 100 კილოგრამამდე რაღაცას 100-ზე მეტითაც ვაკეთებდი სახში მქონდა მთელი კომპლექტი. სახში ახლა მაქვს დარჩენილი 32 კილოიანი გირი, 2 ფუთიანი, 10 კილოიანი განტელები და 16 კილოიანი განტელები დაშენილი. აი 32 კილოიანი გირებით 24-იანიც მქონდა და 16-იანი მქონდა წყვილი კიდე. სერიოზულად ვიყავი გადაცებული. 60 კილოიანი შტანგაც მქონდა. ეს ტაქსით რომ მინდოდა მოტანა ამ იმის მაღშინ მაღაზიებშიც იყიდებოდა და ტაქსი გავაჩერე იქ სპორტული მაღაზია რუსთავში ბევრი მაინც გუტაბი ერქვა. იქ რომ მივედი და ამ ტაქსის წვეუბნები. ახლა ავირბენთ შტანგას ჩამოვიტანთ და ჩამოვალთ. მეთქი რომ ჩამოვედი არ დავხვდა და მე ვიფიქრე რომ ტიპს შტანგა ქონდა ნანახი ტელევიზორში აი ტალახაძე რო ეწევა და წარმოიდგინა რომ აი ეგეთი რაღაცა მოაქვს ტიპებს. ალბათ ეგ იქნებოდა, ხო? ხო და აი 32 კილოიანი გირებით არ არის ეს კარგი სიმძიმეებით, ხო, ხერხემალს აწვება, ხრებსაც, სახსრებს. აი ესეთი იმით, ჟიმით, აკურის გარეშე ვეწეოდი, რავი, 8-10. ერთ პერიოდი ძალიან, ახლა არა. აწევ ჟიმე. არა, აწევაზე არ არის, არ მომიხდება. რუსთავში მაღაზია გუტაბი, ახლაც არის, ოღონ ახლა ძირითადად ის იყიდება ავტომობილის ნაწილები. მაშინაც ეგრე იყო. ყველაზე სულელური ანეკდოტი მინდა გიყო, რომელიც აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ მაღაზია აღარ ასოს, მაგრამ დიღომში იყო თუ დიდუბეში. ჩულკები ერქვა მაღაზიაში, ჩულკი რუსულად ეწერა და მარშრუტკაში რაღაც ქალი ავიდა და მძღოლს ეუბნება რომ უკაცრავად ჩულკებთან რომ მიხვალთო გააჩერეთო და ქალბატონი ჩულკებთან თუ მეტი რა გამაჩერებს. გაი ანეკდოტია. გაი ანეკდოტია. იო, ხო. ყველა მოკვდა სიცილით, ანუ ნამდვილი ამბავია, თუმცა არ არის ნამდვილი ამბავი ალბათ, მაგრამ რავი, შეიძლება ვიღოთ შეესწრო ხა მომწერენს. აუმა მეკამიწეს არც ერთ პოსტმეის აზრი არ მაინტერესებს საერთოდ არაფერზე, მაგრამ არც სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილებად მინდა მათინახო, ვაბისაბი ქვია ნიკო, მაგრამ ქორის ლაბუბუ ტოპო. ანუ ვაბისაბიც რომ ამბობდი, ლაბუბუო თქვა ქორიმ და ჩვენ არ გავიცინეთ, მაგრამ გაიცინა თავარმა ადამიანმა. მაყურებელმა. აუმა მეკამი. Yes. ნიკო, ბევრი კომენტარია? 40 და რაღაცა არის, აღარ წავიკითხე. არა, წავიკითხებაც. მან შემითხარი რომ არა, კაცო. იცი როგორ აღარ წავიკითხო და არა, წაიკითხე, რაც რა ვიცი. მაშინ დავაპაუზებ ერთ წამი. არა, დავამთავრებ ხა, დავამთავრებ და რამდენი ხანი? 3 წუთი დარჩა. კაი, რა მახსოვს იცით, რუსკადვალი წავიკითხოთ და ეგ არის. მეორედ რომ რუსული კანონი შემოუბრუნეს, ზუსტად მაგის წინ იყო ის საოცარი მოგება და საყოველთაო სიხარული ორი დღით ადრე და თითქოს ვერ აიტანა უცნაურის ერთობა და ასეთი ჩატეხილობა მიზანმიმართულად გააჩინეს, არადა როგორ გჭირდება საზოგადოებას ერთობა და პოზიტივია. ეხლა თვალებში მომხვდა, თვალში მომხვდა რომ რაღაც ამით დამთავრება იქნებოდა კარგი, მე გავჩუმდი, მოუწოდე მაყურებელს და დავამთავროთ. აბა დროზე წუთი დარჩა. კი ბატონო. მომიზადო ნიკო განსაკუთრებული. დაგვილაიკეთ, დაგვიკომენტარეთ, როგორ ჩანს და subscribe-ეთ. ნიკოს მოყოლებს. ხო, კამერას. ხო, მე კი და ხო, აი ჩვენ რო ვამბობდით რომ რაღაც ეს შავი ზოლია თუ თეთრი ზოლია, აი თქვენთვის რა შეიცვალა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში და რავი, უარესი გველოდება თუ რაღაცნაირად
გაგვიმართლებს და არიცის? თეთრ ზოლზე ზოლი ქვია ხო პალასას თეთრ ზოლზე გადავა